დიანა. Smile დამაძინე რა. დიანა, გონი ძლივს ჩვენს ხეულებს დაუბრუნდით. არ გვესიზმრება ხო? გონი რეალობაა. Yes! ძლივს! ვაიმე, ჩემი ფეხები ძლივს! ძლივს ჩემი სხეული. ჩემი საყვარელი გრძელი თმა! ძლივს ამხელად მები აღარ მაქვს თავზე, რა თავისუფლებაა. Smile დაიბანე? რა თქმა უნდა. მაგრამ შენ მაინც ქალის დეოდორანტები გამოგიყენებია. კარგი Smile, დღეს მშვენიერი დღეა. ჩემს ხეულში დავბრუნდი და ახლა შემიძლია მარკუსი ვნახო. მოიცადე დიანა, ხوار დაგავეცლა რომ ისევ ერთად ვართ. სხეულები უკვე გავცვალეთ, შეგვიძლია დავშორდეთ. დიანა, მოიცადე, იქნებ დაშორების მერე ისევ ერთმანეთის სხეულებს უბრუნდებით. ეგ გინდა? Smile, ეგ ბოლო რაღაც არის რაც მინდა. კარგი, ერთად ვიყოთ. მხოლოდ იმიტომ რომ სხეულები არ გაგვეცვალოს ისევ. შენი სხეული აღარ მინდა. იმედია იცი რომ შენთან ერთად მარტო იმიტომ რომ ჩემი სხეული დავიბრუნო და ეს ვანილის სუნი უკვე ყელს შემომივიდა. ცუდად მხდის. შენ გგონია რომ მე მომწონს შენი სურნელი? მოდი ჩხუბი არ დავიწყოთ. იმ დროს მახსენებს ერთად რო ვიყავით. ხო, კარგი. მაგრამ შეგვიძლია ვაკოცოთ არა? კარგი Smile. ახალი დღე, ახალი მე, ძალიან კარგი. სკოლა შემეგებე დაუბრუნდი კალათბურთელი. GAMARJVEBA გამარჯვება ბანი საუკეთესოა. მაქს რა დრო არის? წესით უკვე უნდა გაიცვალოთ სხეულები. უცნაურია რომ ამდენი ხანი არაფერი არ გაგვიგია. იქნებ ისევ ვერ გაცვალეს. ბანი მაგარია. ძალიან მაინტერესებს რა ხდება დიანა და Smile-თან. თუ დიანა და Smile აქ არ არიან, ესე იგი სხეულები არ გაუცვლიათ. და თუ დღეს არ გაუცვლიათ, ესე იგი ვერასდროს ვეღარ გაცვლიან. ხო, და დიანა Smile-ის სხეულში დარჩება და Smile დიანას სხეულში. კარგი გოგოებო, მოდით ვარჯიშოთ და ვარჯიშის შემდეგ წავიდეთ გასახდელში. ხო, და ვნახოთ როგორ არიან. იმედი მაქვს ყველაფერი გამოვიდა. GAMARJVEBA გამარჯვება ბანი საუკეთესოა. პატრიკ, ეუბნები, გაყიდე შენი ველოსიპედი და ჩემი იყიდე. შენ ძალიან ძველი გაქვს და მე რა რო ძველია, მაინც ძალიან მაგარია. პროვასტიკ, თხოვ გახსენი. ჯული, მომეცი, კარგი რა პატრიკ, მიდი იყიდე. არ ვიცი. გამარჯობა მოსწავლეებო. ვირთხები მოვიდნენ, ახლა შარიც მოვა. ხო, დაველოდოთ. არ მადარდებს, სკოლის წლის ბოლო არის და საერთოდ არ მაინტერესებს. გამარჯობა აის, გამარჯობა პიცა. გამარჯობა ვირთხებო, რა შეუკვეთავთ? შაბათ-კვირამდე მენიუებზე ფასტაკლება გვაქვს. აქ საჭმელად არ მოვსულ ვართ. აის, შეიძლება შენს სტუმრებს ჩავუტარო გამოკითხვა. ცხოველებზეა. ვიცით, საყვარლები, ფუმფულები, კეთილები. თუ ეს ცხოველებს ეხება, მაშინ თანახმოვარ. მიყვარს კატები და ძაღლები. ხო, ვირთხებიც უნდა გიყვარდეთ, ძალიან პატარა ჭკვიანი არსებები არიან. ხო, ჩვენც გვიყვარს ძალიან ცხოველები და ხსნით თავშესაფარს, ამიტომ ვაგროვებთ ფულს. გთხოვთ დახმარება გაწიათ, ეს თავშესაფრისთვის არის. მეგობრებო, ხო იცით, რომ ისედაც ძალიან ცუდას გვიხდიან, მხოლოდ ტიპებზე ვართ. ის არ გიყვარს კატები და ძაღლები? კი, მიყვარს. ხო და მიეცი შენი ფული. კარგი ხო, კატებისთვის და ძაღლებისთვის. საუკეთესო ხარ. ხო, პიცა, მთელი ჩემი ხელფასი კატებს და ძაღლებს მივეცი. ახლა კინოში ვეღარ წავალთ. არ მადარდებს, მთავარია ისინი იყვნენ თბილად. მადლობა. მეგობრებო, აქ ხართ. კოსტა, შენ გეძებდი. ბეკონის სენდვიჩის სუნია მოდის შენი კარატიდან. მიდი ახლავე და გადააგდე. მასწავლებელმა, ჩემ კარატასთან რა გინდოდათ? უბრალოდ შევამოწმე. კოსტა, მიდი გადააგდე შენი სენდვიჩი. კარგი. დიმა, ისე შენ კარატაში ნახევრად შეჭმული ნამცხვარია, მაგას ვინ გადააგდებს? მასწავლებელმა, ჩემი არ არის. ეს ჩემია, მე დიმა გადააგდებს. რას ნიშნავს მე? ახლავე წავა და გადააგდებს. მასწავლებელმა, გამარჯობა, როგორ ხართ გავცვალე სხეულები, მე დიანა ვარ. და მე ძლივ Smile ვარ, მოგვილოცეთ. ისევ აქ ხართ, წადით და გაწმინდეთ თქვენი კარატა, საშინელი სუნია. კარგი. კარგი. დიანა და Smile, ეს ცირკი აღარ მოგბესდათ? მასწავლებელმა, შეგეძლოთ მოგელოცათ. ასეთი გაბრაზებული რატომ ხართ? ჯობია რომ თქვენი გაკვეთილისთვის მოემზადოთ, მალე დაიწყება. გაკვეთილი მალე იქნება, კარგი Smile, მიდი და ბიჭებს უთხარი, რომ გავცვალეთ სხეულები. გეთანხმები. ისე თქვენი კარატების გასაწმენდია, გაფუჭებული ბურგერები და პიცებია შიგნით. კარგი მასწავლებელმა. მოიცადე Smile, მოდი ვეხუმროთ ბავშვებს. როგორ? როგორ და ვუთხრათ, რომ არ გაგვიცვლია სხეულები. კარგი.
გამარჯობა, აბა მოგილოცოთ? აბა, მოხდა რამე? არაფერი არ გამოვიდა, მე სმაილი ვარ დიანას სხეულში გამომწყდეული სამუდამოდ. მე ისევ დიანა ვარ. ვაიმე, ძალიან ვწუხვართ. მე კიდევ პოემაც კი მოვიფიქრე, როგორ უნდა მომელოცა თქვენთვის სხეულების გაცვლა. სმაილ, სერიოზული პრობლემა გაქვს. კარგი, მორჩა, ახალი ჯგუფის კაპიტანი უნდა ავირჩიოთ. კროპა, ჩემი აზრით შენ უნდა იყო. რა, მე გუნდის კაპიტანი? გეხუმრეთ! დავბრუნდით სხეულებში. ხო, გამოგვივიდა. აბა ჩახუტება? მოლოცვები. სერიოზულად? ორ გიხმრებით. მეგობრებო, ძალიან მიხარია რომ ვარჯიშს გავაგრძელებთ. დიანა, ყველაფერი გითხარი. გოგოებო, წარმოდგენაც არ გაქვთ რა მაგარია ჩემს ხელში დაბრუნება, ჩემი ლამაზი თმით და გაპარსული ფეხებით. ძალიან მაგარია. Yes, გილოცავთ! ძლივ, სმაილი დაბრუნდა. სმაილ, გითხარი ყველაფერი როგორ მოხდა? მეგობრებო, უბრალოდ ვუთხარი რომ ერთად ყოფილიყავით. მე ერთად დავიძინეთ და გავიღვიძეთ და ერთმანეთის სხეულებში აღარ ვიყავით. ისევ სმაილი ვიყავით. სმაილი ისევ ჩვენთანაა. ვაუ, ბიჭები გახარებულები არიან სმაილის დაბრუნებით. ხო, ზუსტად ისე როგორც თქვენ ხართ გახარებულები, ხო? ხო, ძალიან მიხარია. დიანა, ძალიან მიხარია. სმაილ, ახლა გითხარი დიანასთან რა მოხდა? გონი ისევ ერთად ვართ. კარგია, იქნებ ჩვენს დაუბრუნდეთ ჩვენ გოგოებს. ცავდეთ, მაგრამ დიანამ თქვა რომ ერთმანეთს მარტო იმით ვხვდებით, რომ ჩვენ სხეულებში დავრჩეთ. მეგობრებო, მე ისევ ვეცდები რომ მერი დავიბრუნო. დღეს შევამჩნიე რომ თვალებში მიყურებდა. და მე ვფიქრობდი რომ დღეს გნობა კინოში დამეპატიჟებინა. მაშინ შეგვიძლია ყველა ერთად წავიდეთ. კარგი. დიანა, ტანსაცმელი გამოიცვალე, გელოდებით რომ ვარჯიში დავიწყოთ. არა, მასკოტ, დღევანდელი დღე უნდა დავისვენო. გოგოებო, შეგიძლიათ თქვენც დაისვენოთ და ყველა ვახშამზე წავიდეთ. Yes! კარგი! კარგი და ხვალ ვივარჯიშებთ? კი, მასკოტ, აუცილებლად იქნება ხვალ ვარჯიში. ბიჭებო, მაშინ თქვენთან წამოვარ. მორჩა ბიჭებო, დღეს დიანას დავიბრუნებ. როგორ, ამ წერილით? ხო, ამ წერილით ხო არის დიანას კარადა რომელია? მარკუს, ისიც არ იცი რომელია მისი კარადა. აი ეს არის. დიანა ამ წერილს წაიკითხავს და ისევ ერთად ვიქნებით. წარმატებები, მარკუს. მოკლედ, თავშესაფრისთვის ფული უკვე გვაქვს. შეხედეთ? გამარჯობა ბიჭებო, რადგან ჩვენ სკოლაში ასე ხშირად მოდიხართ, უნდა ჩაგიტაროთ გამოკითხვა. გითხარით, ძაღლები და კატები გიყვართ? ჩვენ გვიყვარს კატები და ძაღლები, ზოგადად ცხოველები, მაგრამ ვირთხები არ გვიყვარს. და რას ჭირთ ვირთხებს? იცით რა ჭკვიანი ცხოველები არიან? სკოლაში ფულს ვაგროვებთ თავშესაფრისთვის. უკვე ძალიან ბევრმა დადო. ამით ისიც მოვიდეთ. ბიჭებო, ცხოველები თუ გიყვართ, გადაიხადეთ თავშესაფრისთვის. ხო, როგორც კი ავაგროვებთ საკმარის ფულს, მაშინ ვეგავხსნით. კატებიც იქნებიან, ციყვებიც და ენუტებიც. ძალიან მაგარია. კარგი, მხოლოდ ცხოველების გამო, იმიტომ რომ მიყვარს. მადლობა. დიანას უყვარს ცხოველები. ძალიან მარკუს. მაშინ უთხარით დიანას, რომ ცხოველებისთვის ფული დავდე. კარგი, მარკუს. ცხოველები ამ სამყაროს საუკეთესო ნაწილი არიან. გეთანხმებით. მადლობა ბიჭებო, ძალიან ცუდებით არ ყოფილხართ. ხო, პლუსი თქვენ. მარკუს, სად მიდიხარ? კაფეში დიანას უნდა დაველოდო. მარკუს, შენთან ერთად წამოვალთ. კარგი, წამოდით. გოგოებო, ძალიან მშიერი ვარ, პიცა, გამოგვართ შეკვეთა. დიანა, უნდა აღვნიშნოთ. რა თქმა უნდა, გოგოებო, აღვნიშნავ ახლა თქვენთან ერთად. თელ მენიუს შევუკვეთავ, მართლა. მე ამბოხეებო, კაფეში თუ მოდიხართ, არ უნდა იყვიროთ, აქ სხვები სწავლობენ. ხო, ჭკვიანები ვართ. ხო, და დაგღალეთ უკვე თქვენ. რაღაც არ მესმის, დიანას მაილი აღარ არის, მგონი გავიბენი. საათის პირველ ჩვენთვის რთული გასაგებია. მეგობრებო, თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი, მარტო ვარ. კოსტა, ახლა ეგ არავის ადარდებს. დიანას კითხვა მაინტერესებს. სმაილია თუ არა, ვერ გავიგე. საათის პირველ ისე რაღაცას ვიძახდი და შემოწყვეტინე, მაგრამ ასე ძალიან თუ გაინტერესებს, მიდი და კითხე. მოიცა კოსტა, შენ და კარინა მართლა დაშორდით ერთმანეთს. ხო, მართლა. აი, ეს მენიუში რაც არის, ყველაფერი გვაქვს. ხო, ყველაფერი გვაქვს. მიდი მე ამბოხეებთან და შეკვეთები აიღე, გავიგერო წოულებ გაქვთ. კარგი, მივდივარ. გოგოებო, ყველაზე ცუდი რაღაც იყო სმაილის გაუპარსავი იღლიები. თან უფლებას არ მაძლევდა, რომ მე გამეპარსა. ხო, წარმოვიდგინეთ. ხო, და ფეხი, არ ვიცი ასე როგორ დადის, ისეთი მტკივნეული კი არა, გერჭობა. ხო, მეგობრა, რო წუხარ შენ გამო. გამარჯობა, მე ამბოხებო რა შევკვეთავთ, მარწყვის მოჰიტოს. მე ლიმონათი, მე ცხელი შოკოლადი. მე და გოგოებს დღეს გვინდა რომ გავერთოთ, ამიტომ პიცა ჩაიწერე. 5 ყველის პიცა მინდა, 4 ბურგერი ფრით, 2 ტირამისუ, 2 კაკაო და ალბათ გოგრის ღვეზელიც გვინდა. დიანა და ჩრდილდერობა ხვალ 3 კილოს მოიმატებ. რა არის ეს? რა ამბავია? ცოტა დაფიქრდი.
არა გოგოებო, წონას არ მოვიმატებ, იცით რა მაგარი მეტაბოლიზმი მაქვს? მეგობრებო, დაგავიწყდა, სმაილის ხელში აღარ ხარ. ხო, მართალია. კარგი პიცა მოგვიტანე. კარგი, დიანა, ძალიან მაგარია, რომ ჭამა გიყვართ. ხო, ღმერთო ჩემო, დაინახეთ რამდენი შეუკვეთა? ხო და ქალბატონია ვითომ. მისი დიდი თეძოები ვერ დაინახეთ? დავინახეთ. დიმა, გაიგე შენი ყოფილი შეყვარებული რამდენს ჭამს და შენ ფუნთუშას ჭამის უფლებასაც არ მაძლევ. პიცა 2 ფუნთუშა მინდა და მილკშეიკი. საათისფერო ძალიან ბევრს თუ შეჭამ, შენ ჩემი ყოფილი იქნები. დიმა, როგორც მეგობარი გირჩევ რომ დაშორდე და ერთად ვიყოთ მარტო სულები. გაიგონე საათისფერო. საყვარელო გამარჯობა. მარკუს მიდი. გოგოებო, აქ რა უნდა? არ ვიცით. დიანა, ძალიან მიყვარხარ, წერილი დაგიტოვე კარადაში და გთხოვ წაიკითხე. ღმერთო ჩემო, გოგოებო, რა გავაკეთო? დიანა, მოიტყუე სმაილი ხარ. მარკუს, ნუ ხარ ეგრე ადექი. მე და დიანა ვერ გავცვალეთ სხეულები. რა, მოიცა, რას გულისხმობ? მარკუს ოჯახს სმაილის წინ მუხლებზე დაიხარე. მისმინე მარკუს, დიანა რომ დაუბრუნდება თავის სხეულს ვეტყვი და ეგრევე შენ დაგირეკავს. მომისმინე სმაილი, დიანა რაღაცნაირად უნდა დაუბრუნო. ის ჩემი შეყვარებულია და უკვე მენატრება. მორჩა ბიჭებო, შეგვიძლია წავიდეთ. გოგოებო, მაგარია სმაილის სახელის ქვეშ დამალვა, მაგრამ მარკუსი შემეცოდა და უარი რატომ უთხარი? მარკუსთან ვეღარ ვიქნები, სმაილმა და მე ისევ რომ გავცვალ ცხეულები, იქნებ კიდევ რაღაც არასწორად მოხდეს. ლოგიკურია დიანა, სწორად ფიქრობ. პიცა სად არის ჩვენი შეკვეთა? წვანე, შენი ფუნთუშები თითქმის მზად არის. საათისფერო, ეს 4 ფუნთუშა ამ გულისთვის ბოლოა. მეგობრებო, ხო იცით, დღეს ძალიან კარგი დღე მაქვს. დიანას შევურდი და ჩემი სხეულის დავიფუნე. ამიტომ რაც გინდათ ის შევუკეთეთ, მე დაგპატიჟებთ. საყვარელო, ძალიან მიხარია. სმაილი დღეს ყველას ეპატიჟება. სმაილ, მეც მიყვარხარ. დიანა, ასე რატომ იქცევი? იმიტომ რომ არ ვიცი მართლა მიყვარს თუ არა. დიანა, რაღაც უცნაური გახდი. ხო, რა გჭირს? გოგოებო, ჩემს ხელში დავბრუნდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სმაილის რაღაც ისინი შემომრჩა. თვისებები. ისე მეც ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, ჩემი ძმა საბოლოოდ დიანას შევურდა. კარგია, ძალიან მიხარია. რა შევუკეთო? აი ის საფირმო მაჩოს, ყველაზე დიდს. რომეო, შენი აზრით ეს მარტივია? გამარჯობა. დიანა, აიღე, შენ გირეკავე. მასწავლებელო მაიკ, ვინ არის? რომეო? გამარჯობა, რომეო. არ მისმის, რომეო დიანას რატო ურეკავს? არა, ეს მხოლოდ საქმიანი საუბარია. რომეო, ცუდად ხარ. თუ ცუდად ხარ, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. გინდა რომ შენთან სახლში მოვიდე, გესტუმრო? გოგოებო, სულ გაგიჟდა ეს რომეო. ცუდად არის, რაღაცას ჭირს და უნდა რომ მივიდე და ვესტუმრო, იმიტომ რომ გაციებულია. დიანა, უარი უთხარი და მაინდა-მაინც შენ რატომ? ხო, ვინმე სხვა მივიდეს და სხვა ესტუმროს. რომეო, ბოდიში, მაგრამ ვერ მოვალ. დიანა, გთხოვ, უარი არ უთხრა. ჩემი ძმისშვილი ძალიან გელოდება. კარგი, რომეო, რომელ საათზე მოვიდე და რა გინდა? მანდარინი, პორტოხალი, ბანანი, რა მოგიტანო? არა, მასწავლებელო მაიკ, ჩემი დიანა რომეოს არ ესტუმრება. შეუძლიათ მისი მეგობრები მივიდნენ მასთან. დიანა, გაიგონე, შენ არსად არ მიდიხარ და თქვენ მეგობრებო შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ. კარგი რომეო, კარგად. მასწავლებელო მაიკ, ხედავთ, სმაილს არ უნდა რომ თქვენს რომეოს ვესტუმრო. ისე მიხარია რომ ჩემს ძველ ხელში დავბრუნდი ბავშვებო. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძარს. კარგი, ახლა უნდა წავიდე და აღვნიშნო. კარგად. ხო, ახლავე რომეო. დიანა, ისევ გირეკავს. ხო, რომეო, მაპატიე ვერ მოვალ, ხო. სმაილი არის წინააღმდეგი. ჩვენ ყველა მოვალთ დიანასთან ერთად. რომელი ხილი მოგიტანოთ? მასწავლებელო მაიკ, გითხარით, სმაილი წინააღმდეგია. ხო, მასწავლებელო მაიკ, წინააღმდეგი ვარ. დიანა ჩემი შეყვარებულია. კარგი, რომეო სკოლაში მოვალ და გაჩვენებს.